თაიგული ქართველი ხალხისგან პატრიარქს. ამ ტრადიციას საფუძველი 12 წლის წინ ჩაეყარა. ჩვენი სტუმრები არიან იდეის ავტორი, იურისტი ნანა ბეღელაძე და თამარ ქიტიაშვილი, ფლორისტი. ქალბატონებო, რომ მოგზავნით თქვენ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა და მართლაც არაჩვეულებრივი თაიგულების ავტორები ბრძანდებით, თუმცა რაც შეეხება ზოგადად იდეას, როგორც აღნიშნე, ქალბატონი ნანა 12 წლის წინ თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ამ ამბავს და მოდით დავწყოთ ისტორიით, ხო? მოგესალმებით პირველ რიგში, იდეა გაჩნდა იქიდან, რომ პატრიარქს ძალიან უყვარდა თეთრი ვარდები. და მოგვინდა რომ ყოველი დაბადების დღეზე გაგვეხარებინა იმ ხალხის სახელით, ვისაც შესაძლებლობა არ ქონდა, რომ ყოველდღე მისი ხილვის და მისთვის დაბადების დღის მილოცვის. ამიტომ გავაჟღერეთ ასეთი იდეა, რომ ყოველ წელს ქართველი ხალხის სახელის ერთობლივად, ვისაც რამდენი შეეძლო შემოწირულობის სახით, გაეღო პატრიარქისთვის და მიგვერთმია თეთრი ვარდების თაიგული. ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწებოდა თაიგულების დიზაინები და საბოლოოდ ბოლო თაიგული სამწუხაროდ წელს ჰქონდა ისევ გერგეტის სამება იყო წლევანდელი თაიგულის თემას და დღესაც მოვიტანეთ აქ გერგეტის სამების თაიგულის პატარა მაკეტი, რომელიც პატრიარქს მართვით დაახლოებით 3 წლის წინათ და რომელიც ძენდირი მოწრება დაიმსახურა პატრიარქის მხრიდან. და ქალბატონი ნანა არის ფლორისტი, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში აწყობდა ამ თაიგულს და ახლაც პირდაპირ ეთერში, ქალბატონი თამარი უკაცრავად პირდაპირ ეთერში ამ გვირგვინს და ამ თაიგულს უფრო სწორედ დაამზადებს. ისინი ხედავენ, მაგრამ რადიო მსმენელებს მინდა უთხრა, რომ ეხლა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ეთერში, საუბრის გარდა პარალელურად ეწყობა ის გვირგვინი ის თაიგული, რომელზედაც თქვენ საუბრობდით და რომელიც სამწუხაროდ ბოლო თაიგული იყო. და მეც რა მაინტერესებს, მაინტერესებს როგორი შეფასება ქონდა ხოლმე მე დარწმუნებული ვარ, რომ სუმოთმოდ ველოდი ამ ურთიერთობის უფრო ემოციურ მონათხრობს, იმიტომ რომ ვიცით ხო როგორი მადლიერებით ექცეოდა ყველაფერს მის მიმართ სწორედ ყურადღებასაც უყურადღებოდ არტოვებდა და მაინტერესებდა როგორი რეაქცია ქონდა. და პირველი თაიგული როცა მიიღო პატრიარქმა ქართველი ხალხისგან რა ემოცია ქონდა და პირველი თაიგული როცა მიიღო პატრიარქმა, ახლა გამახსენდა და თუ შეიძლება მოვყვები ამ ისტორიას. რა თქმა უნდა. შეშიმო პირების მშობლებმა მიართვეს იქ იყვნენ საპატრიარქოში მოსულები. და პატრიარქი მებრძანდებოდა კონცერტზე მისთვის გამართულ ფილარმონიაში. და გზა დაინახა მანქანიდან შეშიმო პირის მშობლები და ეს ბავშვები ეტლით და იკითხა ვინ არიანო. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. იკითხა ვინ არიანო. და რომ უთხრეს რომ თაიგული მოგართვეს და შემდეგ დაგვიბარა სულ ყველა ტრაპეზზე 13 იანვარს და მასთან შევხვდით ორგანიზატორები და შეშიმო პირის მშობლები ძველახალწელს კალანდას და ეს დღე ჩვენს იყო დაუვიწყარი ბედნიერებით ვიყავით ყველა სავსე მართლა ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე უბრალოდ მე შეშიმო ბავშვი მყავს და არ იყო კარგად და სამწუხაროდ ვერ დავესწარი ამ ღონისძიებას მართლა ეს ღონისძიების სახე ქონდა საოცარი დღე იყო და ეს სითბო და ეს ემოცია რა თქმა უნდა ყველას მოყვება უკვე წლების განმავლობაში და რაც შეეხება თვითონ თაიგულებს ანუ განსხვავებული იყო ეს თაიგულები თუ სულ ერთნაირი ყოველ წელს იყო განსხვავებული იდეა ქონდა ყოველ წელს ერთნაირი არ ყოფილა არასდროს უბრალოდ პირველი თაიგული რადგანაც გამოცდილები ვიყავით იყო პირველი 3 წელი დაახლოებით ერთფეროვანი მაგრამ შემდეგ უკვე ვცდილობდით რომ იდეა ყოფილიყო ყველა თაიგულში ჩაქსოვილი და შინაარსი ქონდა და ყველა თაიგულს და ესე შინაარსით და იდეით აღწერილი თაიგულები მიქონა ხოლმე პატრიარქთან დაახლოებით ყველა თაიგულის ესე გვინდოდა რომ ყოფილიყო პატრიარქის საყვარელი კუთხიდან სნოსთან ქონოდა შეხება ყაზბეგთან და მისი ასოციაცია რო ქონოდა და მასთან ასოცირებული რო ყოფილიყო ამას ვცდილობდით ხოლმე ყოველთვის რომ პატრიარქს გახსენებოდა თავისი კუთხე თავისი სოფელი, თავისი სახლი, ერთხელ მივუტანეთ თავისი სნოს სახლის მაკეტი, თავისივე მიწით, სნოს მიწით და დიდხანს ვფიქრობდით, დაახლოებით 2-3 თვე რომ რა მიგვეტანა რომ პატრიარქს განსაკუთრებული და გახარებული ყოფილიყო პატრიარქი ამ დღეს. პატრიარქს ერთ დავამატებდი, განსაკუთრებით უყვარდა
თეთრი ვარდები და ორქიდეები და ყოველთვის ვცდილობდით, რომ ყველა მის საიუბილეო თაიგულში ყოფილიყო თეთრი ვარდები და ორქიდეები. თუმცა ქონოდა ესეთი თემატური დატვირთვა, რომ მისთვის თავისი კუთხე გაეხსენებინა. ქართველი ხალხის სახელით ვფიქრობ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ვალდებულების ჩვენს თავზე აღება და ვფიქრობ რომ ჩვენ ეს გამოგვდიოდა. დიახ, აი თქვენ ახლა აღნიშნეთ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა. იდეა არაჩვეულებრივი, თუმცა იდეას ყოველთვის უნდა განხორციელება და ქალბატონი თამარ თქვენ ბრძანდებით ის ქალბატონი, რომელიც აი ესე უახლოესი 6 წლის განმავლობაში აკეთებდით ამ თაიგულს და აი რომელიმე თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით. და მე როგორც ვიცით ერთი თაიგული ან საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ერთი მიწით გაკეთდა ერთ-ერთი თაიგული არა ეს უბრალოდ იყო სიმბოლურად ყაზბეგის კლდის ქვეში გამოვკვეთეთ ეგრეთ წოდებული როგორ გითხრათ ქოთანი და მასში ჩავდეთ ეს ყველა ერთი თითო მუჭა მიწას ყველა საქართველოს ყველა კუთხიდან და შემდეგ ჩავდგეთ მუხა საქართველოს ერის სიძლიერის სიმბოლოდ და ეხლა როგორც ვიცი ის მუხა საპატიო ქოში იყო გაიხარა კიდევაც გაიკვირდა ისე გაგვიხარდა ფოტოები რომ გამოგვიგზავნეს ძალიან ბედნიერები ვიყავით და პატრიარქს ძალიან მოეწონა ეს იდეა თითოეული თაიგული ნამდვილად გამორჩეული იყო დატვირთული თემატურად ყვებოდა რაღაც ამბავს ყოველთვის და იყო გაერთიანებული ქართველი ხალხის გარშემო უწმინდესისთვის რომელიც სამწუხაროდ თუმცა მან შეძლო გაგვაერთიანა ყველა ერთად. ახლა გიმზე თქვენ აქ საოცრება ხდება ჩვენს ეთერში და მართლა ეს თაიგულების შექმნა არ არის მარტივი, ხო? მარტივი არ უბრალოდ ეს არის შეიძლება ითქვას ხელოვნება. აი მაგის ინფორმაცია და ვიცი რა დამოკიდებულება პატრიარქისა ზოგადად ფლორისა და ფაუნის მიმართ და როგორ აქცევდა ამას ყურადღებას და ვიცი რომ ძალიან ხელს უწყობდა აი როგორ გითხრათ აი ამ ხელოვნების განვითარებას და გეტყვით კი აი ამის შესახებაც რომ გეტყვით რომ 15 წელია დაახლოებით ფლორისტ დიზაინერის პროფესიით ვმუშაობ ასევე ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებითაც ასევე მყავს ვასწავლი პროფესიას და ეს თაიგულები ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო. კიდევ ერთხელ გავუმეორდები, ყველაზე დიდ ხანს ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთხელ გავუმეორდები, რომ ყოფილიყო თემატური და ჩემთვის გამორჩეულად საპასუხისმგებლო იყო ხოლმე მსგავსი თემატიკის კომპოზიციებზე მუშაობა, რომელიც საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის იუბილეზე და მისულიყო ქართველი ხალხის სახელით. მადლობა ნანას შესაძლებლობისთვის. ვერავინ ამადებს და ეხლა როდესაც სამწუხაროდ პატრიარქი ფიზიკურად ჩვენს გვერდით არ არის, როგორ გაგრძელდება ეს ტრადიცია? ტრადიცია არ დაირღვევა უფლის წყალობით, აუცილებლად გაგრძელდება ყოველწლიურად. ამას დაემატება ასევე ყოველ ზაფხულზე და გაზაფხულზე პატრიარქის საყვარელი სნოდან ჩამოტანილი მთის ყვავილების თაიგულებიც, რომელთაც ასევე პატრიარქს ვანებივრებდი თუ შეიძლება ამის თქმა ქართველი ხალხის სახელით. ყოველთვის მქონდა ხოლმე გაზაფხულობით ესეთი თაიგულები და წელსაც აუცილებლად პატრიარქის სახელს ჩვენ არ დავივიწყებთ არასდროს. ის უბრალოდ გარდაიცვალა, ჩვენ სიცოცხლე იქნება ჩვენ გულებში ყოველთვის. რა თქმა უნდა და იცით რა არის ბოდიში, აი როდესაც ბოლო გზაზე აცილებდა მთელი ქართველი ერი მას და აი თითქოს ვარდებით საუბრობდნენ ის ვარდები ის თაიგულები რომლებიც მის ირგვლივ მრავლად იყო და თითქოს ისინიც გლოვობდნენ და მონაწილე მსალსარი იყო ნამდვილად და ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა თაიგული და გვირგვინი ეს იყო ცოცხალი არსება რომელიც ემშვიდობებოდა იმ ადამიანს ვისთვისაც ეს იქნებოდა ეს ეჭვი პატრიარქი ბრძანებდა რომ ყველა არსება ცოცხალია ჩიტით ცხოველით მცენარეც და ყველაფერს ჭირდება მეულა და პატრონობა და მას ძალიან უყვარდა როგორც ვიცით
სცენარები ყვავილები. უყვარდა თან თეთრი ფერი, ხო? აი და ნათულების ეს იყო საოცარი ემოციური სანახაობა თეთრი ვარდებით ეს ცვლილობა. და საიუბილეო მე როგორც ოპერატორი ვიყავი მან და რაღაცა საიუბილეო მზადება იყო და აი რა უნდა ვინ უნდა რა თქვას რაღაცა და უცებ პატრიარქი მიუბრუნდა. ცნობილი ადამიანი იყო ძალიან. ესეთი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შეხედეთ რა ლამაზი ქვა არის ეს გუშინ ჩამომიგან პატარობა ანუ საოცარი იყო და მართლა აი ესეთი ადამიანი მე არ შემხვდრია ნამდვილად და ქალბატონანა ისე მინდა გადავალოთ თვალი ამ ტრადიციის ისტორიას როდესაც თქვენ ეს იდეა გაგიჩნდათ ანუ ძალიან ბევრმა აიტაცა და აი როგორ დაიწყეთ ამ ინფორმაციის გავრცელება ვის უთხარით ანუ მრევლიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია პირველად იდეა რო გამიშთა ჩემ პირველად მოძღვარს და თქმა უნდა გავესაუბრე კურთხევა ავიღე მამაო მიჩნია რომ ყოველ წელს იმდენი თაიგული იმდენი ვარდი მე თვითონ პატრიარქი ამდენ წესაც გახდებაო ანუ ეს რო ყოფილიყო სიმბოლურად იმდენი ვარდი ამდენ წესაც პატრიარქი გახდებოდა და შემდეგს უკვე Facebook-ის საშუალებით გავავრცელე დავდე პირველი პოსტი ძალიან ნერვულობდი მაგრამ როგორი გამახმაურება ექნებოდა და ექნებოდა თუ არა გამახმაურება საკმაოდ ბევრი ადამიანი გამაგვეხმაურა და ყოველ წელს ტრადიციულად უკვე მოლოდინი ქონათ ამ პერიოდში უკვე დაეწყოთ თაიგულებისთვის თანხისაგროვება თაიგულების როგორი იდეა გვექნებოდა იმ წელს რომ გაგვეცნო იდეა რა იქნებოდა შინაარსი თაიგულების და ხალხის მოლოდინში იყო უკვე და რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს ყველაფერი და ესე არ დარჩება არ ჩაივლის და აი ბავშვები თუ არიან ჩართულნი ბავშვები ჩართულნი არიან თავის ხელით პატრიარქს ყოველთვის უწევდნენ ხოლმე პატარა მისალოც წერილებს პატარა ბარათებს და ერთხელ პატარა წიგნიც ავკინძეთ ამისგან და პატრიარქს შეუგზავნეთ მშობლების თვითონ თანხის გაღება შეუძლიათ მაგრამ ამ სახით იღებენ მონაწილეობას როგორც თვითონ შეუძლიათ ისე იღებენ მონაწილეობას ეტია და მე როგორც ვიცი თქვენ ხართ თან რუსთავის ყვავილების ბაღის იდეის ავტორი ხო პატრიარქის ვარდების ბაღის პატრიარქის ვარდების აუშენეთ პატრიარქს რუსთავის ცენტრალურ პარკში მერიის დახმარებით და ხალხის თანადგომით 4 წელი შენდებოდა ეს ბაღი რუსთავის პარკში პატარა არის, მაგრამ ხალხის სიყვარულით რაც შევძელით და როგორც შევძელით, საკმაოდ ლამაზი გამოგვივიდა და კიდევ გვინდა განვაახლოთ მისი ფუნქციონირება უფრო ახალი სული შთაუბეროთ და ხალხისთვის უფრო ცნობადი გავხადოთ. საკმაოდ ლამაზი ბაღია, ვინც ნახავს რუსთავის ცენტრალურ პარკში. დიახ, ქალბატონ თამარ და აი რაც შეეხება ამ თაიგულებს, თქვენ თქვით და მართლაც ასეა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც პატრიარქს მისართმევ თაიგულს აწყობ. აი ეს ემოცია შემდეგ რამდენ ხანს გაყვება და არის თუ არა ეს ყველაფერი კიდე რაღაცა ახალის ინსპირაციის წყარო. რა თქმა უნდა, პატრიარქისთვის განკუთვნილი თაიგული ყოველთვის როგორც აღნიშნე, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული და ძალიან დიდი დრო ფიქრობდი. რა შეიძლება და ყოველ წელს ყოფილიყო განსხვავებულიც, თემატურიც და პირველ რიგში ღირსეული. და სულ თეთრი ფერი დომინირებს? და დომინირებდა. ვარდები ყოველთვის თეთრი ფერი დომინირებდა პატრიარქის ასაკის შესაბამისად. თუმცა ვითვალისწინებდით ყოველთვის მისთვის საყვარელ ყვავილს ეს განსაკუთრებით უყვარდა ორქიდეები და როგორც გვაქვს ინფორმაცია მას ორქიდეების ბაღი ქონდა, სადაც უამრავი ჯიშის ორქიდეა იყო. ამიტომ ვარჩევდით ხოლმე განსაკუთრებული ჯიშის ორქიდეას და შემდეგ უკვე კონცეფციაზე ერთად მსჯელობდით მე და ნანა რა შეიძლებოდა რომ ამ წელს ყოფილიყო განსაკუთრებული, მაგრამ ღირსეული და პატრიარქისთვის საკადრისი. ქალბატონ თამარ, რა მაინტერესებს აი ეს ვარდები, ამათ განსაკუთრებული სათფური აქვს, ანუ სპეციალურად ამისთვის არის განკუთვნილი სათფურების აი საიდანაც კი ბატონო, სეზონურობის და მიხედვით საქართველოში არის ადგილობრივი ფერმერების ვარდი, ყვავილიც მათ შორის უამრავი, თუმცა პატრიარქის იუბილე იყო ზამთრის პერიოდში ყოველთვის და ძირითადად ჰოლანდიიდან შემოტანილ ყვავილს ვუკვეთავდით წინასწარ, ასევე ორქიდეებსაც. ადგილობრივი ბაზრის ყვავილი, როგორც აღნიშნე, სეზონურია და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა სახეობებია ქართულ ბაზარზე და ყოველთვის ვცდილობდით რომ ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის
მასალით გამზადებული ამ შემთხვევაში ყვავილებით და ყოფილიყო ღირსეული. დიახ, და რაც შეეხება ტრადიციას, თაიგული ეწყობოდა პატრიარქის დაბადების დღისთვის თუ სხვა დღესასწაულებზეც? სხვა დღეებშიც აღდგომას, ტყუილ დღესასწაულში, სულთმოფენობას, ბზობას, ანუ ვცდილობდით ხოლმე, რომ წელიწადში რამდენჯერმე თუ ქონა საშუალება და თუმცა ის საიუბილეო ყოველთვის გამორჩეული. საიუბილეო ყოველთვის გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ამას თუებით ფიქრობდით ამის დიზაინზე, ამის შედგენაზე და დანარჩენ თაიგულები შედარებით უფრო მოკრძალებულები იყო, მაგრამ არანაკლები ვიდრე საიუბილეო. ნუ აი ბოლოს ამ თაიგულის აწყობა დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებით მოეწონა როგორც გვაქვს ინფორმაცია, განსაკუთრებული დატვირთვა ქონდა, იმიტომ რომ დათოვლილი მყინვარწვერის ინსპირაციით არის ეს თაიგულის ყვავილების იმიტაცია, ეს არის მინი ვერსია იმ თაიგულის, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ. ერთს დავამატებდი, რომ თაიგულები ყოველთვის იყო მოცულობითი და გრანდიოზული. ანუ აი დაახლოებით რა მოცულობის? ამ მასშტაბთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ დიდი იყო. კი საკმაოდ დიდი. კი, რომელსაც რამოდენიმე მამაკაცის ზალა ჭირდებოდა, რომ სატვირთო მანქანამდე მიეტანათ, შემდეგ პატრიარქთან შებრძანებულიყო და ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ერთ ამბავს გავიხსენებ, სრულიად შემთხვევით მომიწია პირველად პატრიარქისთვის თაიგულის დამზადება. ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში თავარ ფლორის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ნანამ გთხოვა პატრიარქისთვის თაიგულის დამზადება და დაგეგმილი იყო, რომ აეწყო თავარ ფლორისტს. მისი ჯანმრთელობის პრობლემის გამო თხოვა, რომ მე დავჯდები გიყურებ და შენ დაამზადე. მე ავაწყე სრულიად შემთხვევით კი ბატონო და ავაწყე თაიგული და საღამოს ნიუსებში ვხედავ რომ პატრიარქს ხელმარჯვნივ უდევს ჩემი თაიგული. ნუ მთელი საქართველოდან უამრავი ყვავილი მიდიოდა და ვფიქრობ რომ რაღაცა ეს მინიშნება იყო ალბათ. იმიტომ რომ პატრიარქი სადაც იჯდა ხელმარჯვნივ ვიდო ჩემი თაიგული და ეს იმდენად ესეთი აღმატებული გრძნობაც არ ქვია ამას, არ ვიცი. მაშინ ვიგრძენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის მიმართ. აი მას მერე გრძელდება ბოლო 6 წელიწადი ეს ტრადიცია და ყოველთვის ყველა კადრებში საღამოს ოფიციალური მიღება რომ იმართებოდა და ნიუსებში გადიოდა საპატრიარქოდან პატრიარქის მილოცვის კადრები, ჩვენი თაიგული ყოველთვის ცენტრში იყო ხოლმე. და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ განსაკუთრებით მოსწონდა ჩვენი მირთმეული საჩუქარი. ნუ ვფიქრობ იმიტომაც, რომ ეს იყო ერთობლივად ქართველი ხალხის სახელით იდეა იყო გაერთიანებული საქართველოსი და ხო, რაღაცნაირად მე ძალიან ბედნიერი. კი, რა უცნაურია ეს ადამიანი, რომ ყვავილებითაც კი აერთიანებდა ქართველებს ერთად. აი მართლა რასაც თქვენ საუბრობთ, ხო მარტო არ იყავით ის თქვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო. კი ბატონო, აი უამრავი ისინი ვინც ფინანსურად თუნდაც ისე ანუ ყველა ერთიანად იყო ამ თაიგულში გაერთიანებული. და ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა, გაგრძელდება პირობას ვდებთ. დიახ, და ქალბატონან დღეს თქვენი დაბადების დღეა და მე მინდა მოგილოცოთ. მადლობა ძალიან. საუკეთესო სურვილებით, მართლაც არაჩვეულებრივი იდეის ავტორი ხართ და ვიცით რომ დაბადების დღე რაღაც განსაკუთრებულად უნდა აღნიშნე ხარ სადაც მიბრძანდებით ძეგვის ბავშვთა სახლში. დღეს მივდივართ დიახ პატრიარქის სახელით, ვეხმარებით ძეგვის ბავშვთა სახლს, გვინდა რომ ჩავუტანოთ პროდუქტები, ტკბილეულობა და გავახაროთ. პატრიარქს ძალიან უყვარდა ტკბილეული როგორც ვიცით და განსაკუთრებული ხაზი გავსვით ტკბილეულობას. კი ბატონო. ამის შემდეგ და იცით რა მაინტერესებს? აი ხა ვფიქრობ, თუ გაქვთ ინფორმაცია, მსოფლიოში არის მსგავსი გამოცდილება, რომ თაიგულები მიერთმიათ მაღალი სასულიერო პირებისთვის ხალხის სახელით, ხომ არ გაგიგიათ? ნამდვილად არ მაქვს მაგ ინფორმაცია. არა, არც მე არ მაქვს ნამდვილად ეს ინფორმაცია, უბრალოდ იდეა, ვფიქრობ, რომ იქედან წამოვიდა, რომ განსაკუთრებით უყვარდა თუნდაც პატრიარქი, როგორც მაქვს ინფორმაცია, პატრიარქი იყო ინიციატორი და არსებულიყო პირველი სასწავლებელი სამების აკადემია
ბატონ ზურა შევარდნაძესთან ერთად ეს ძალიან დიდი საქმე იყო ქვეყნისთვის, იმიტომ რომ პირველი პროფესიული შეიძლება ითქვას რაღაცა სპეციფიური ქართული სკოლა, რომელსაც თავისი ხედვა აქვს. ეს არის პროფესიის განმავითარებელი ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა. და არა მარტო ახალგაზრდები, მიშა ნებისმიერი ასეთი. არა, სასწავლებელი სერიოზული პროფესიონალები, და პროფესიონალები გაიზარდნენ, რა თქმა უნდა, რომლებიც ქართულ ბაზარზე გინდიან ამ სფერო არ არსებობს, სადაც ეს ადამიანები ნამდვილად ყველა სფერო მოიცვა თავისი სიბრძნით და გონიერებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთი თაიგული, რადგან ეს ტრადიცია გაგრძელდება, ბავშვებთან ერთად აწყოთ? თუნდაც ძალიან კარგი იდეა იქნება, არ გვიფიქრია რა თქმა უნდა, მეტუმეტეს მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება საბავშვო მასტერკლასების რელაქს ვორქშოპების ეგრეთ წოდებული საბავშვო და ძალიან ესეთი ამაღელვებელი და ძალიან პოზიტიური ენერგეტიკა მოდის ყოველთვის ბავშვებისგან, როდესაც აი ასეთ ხელოვნებას ვაზიარებთ ხოლმე კი ბატონო, სიამოვნებით ჩავერთვებოდი, მადლობა იდეისთვის, მაგას აუცილებლად განვახორციელებთ. ნამდვილად. და მადლობა თქვენამ საქმიანობისთვის და მართლა ის თუნდაც დღეს ჩვენს ეთერში ეს რაღაც სიმბოლურია ნამდვილად და კიდევ ერთხელ რაღაც ერთგვარი ჩვენი გამოხატულება ადამიანის მიმართ, ვისთვისაც ეს გვირგვინი იქნებოდა. რამეს ხომ არ დაამატებდით და დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ერთის პატრიარქი ძალიან გვიყვარს და მადლობა ყველაფრისთვის, საჩემთვის გაუკეთებია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მობრძანდით და ეს ულამაზესი თაიგულით დაამშვენეთ ჩვენი სტუდია და თქვენს გვერდით გვიგულეთ. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებას გისურვებთ. და იდეისთვის ასევე და მალე ნახავთ ალბათ პატრიარქის ნათლულების მიერ დამზადებულ პატრიარქისთვის. სტუდიაშიც გიმასპინძლებთ სიამოვნებით ბავშვებთან ერთად. გესტუმრებით აუცილებლად. მადლობა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 12 წლის წინ ჩაეყარა ტრადიციას საფუძველი თაიგული ქართველი ხალხის სახელით პატრიარქისთვის და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ნანა ბეღელაძე, იდეის ავტორი, იურისტი და თამარ ქიტიაშვილი, ფლორისტი იყვნენ ჩვენთან. მადლობა. დროებით.